მოგესალმებით ჩემო გამომწერებო და ჩემო მსმენელებო. გავაგრძელოთ ჩვენი საუბრები ქრისტიანობის და იუდაიზმის შესახებ. დიდი ხანია მე ვიკვლევ წმინდა წერილის 4 თავს და ყოველთვის მაინტერესებდა ხოლმე რა იწვევს ამ გაუგებრობას და განხეთქილებას. რა სურს იესო ქრისტეს გითხრას ჩვენ თავისი მოსვლით, თავისი გადაგებით და რას გვთავაზობს. ამაზე პასუხები ხშირად არ მქონდა, ვერც მე ვერ პოულობდი პასუხებს თვითონ სახარებაში, იმიტომ რომ ეს წიგნი თავიდან ბოლომდე ისეთი თემატიკით არის გამსჭვალული, რომ მასში ესე გადამოწყვეტად ვერ იპოვი რაღაც კონკრეტულ კითხვაზე პასუხს. იმიტომ რომ მრავალშრიანია, მრავალინფორმაციულია და არ შეიძლება ესე უბრალოდ თქვა რომ ეს რახან ეგრეა, ეს ამანის იგულისხმა რა ჩვენ გვაწყობს რომ გავიგოთ. რა იგულისხმა ქრისტემ. ანუ ნახე რისი თქმა მინდა რა, თეოლოგები ცდილობენ ახსნან იესომ რა ფორმით გვითხრა ჩვენ, რა ფორმით უთხრა მოციქულებს და ჩვენამდე როგორ მოვიდა, მაგრამ ვერც ერთმა თეოლოგმა ვერ გასცა იმ კითხვაზე პასუხი, თუ რა იწვევს ამ არეულობას და ამ განხეთქილებას ეკლესიათა შორის. რატომ არსებობს ბაპტისტური ეკლესია, როდესაც მართლმადიდებლობა არის ერთადერთი გადარჩენას მართლმადიდებლების აზრით, მაგრამ ამავდროულად კათოლიციზმი არის ნომერ პირველი, საიდანაც წარმოიშვა საერთოდ ბიბლიის შესახებ ცოდნა. პირველი ბიბლია მთლიანად მსოფლიოში და ეკლესიის ისტორიაში იყო ნეტარი იერონიმეს წმინდა მამის თარგმნილი ებრაული ხელნაწერებიდან ლათინურ ენაზე, რომელსაც ეწოდებოდა ვულგატა. სხვა ბიბლია სხვა ენაზე იმ დროს არ არსებობდა. ანუ ყველაზე სანდო და პირველი წყარო ბიბლიისა არის ნეტარი იერონიმეს მიერ თარგმნილი ვულგატა, ლათინური ვულგატა. ანუ კათოლიკური რომის ეკლესია იყო პირველი ეკლესია, საიდანაც მთელ მსოფლიოში რომის სახელმწიფოდან გავრცელდა ქრისტიანობა და წიგნი ბიბლია, რომელსაც მართლმადიდებლები ეძახიან საღვთო წიგნს ან საღვთო რჯულს. მაგრამ მართლმადიდებლობა იმით არის მნიშვნელოვანი და საოცარი თავისი სწავლებებით და გარდამოცემებით, რომ ის არ ეფუძნება მხოლოდ ბიბლიის ტრადიციულ წერილებს, რომელიც აღიარებული არის წმინდა მამების მიერ. 66 წიგნი, ხო? მაგრამ ჩვენ არ ვიცით საიდან მოაქვს მართლმადიდებლობას ის წყარო, თუნდაც ღვთისმშობლის მიძინება, ასევე მარიამის ტაძრად მიყვანება, ასევე ის ინფორმაციები თუ იესო ქრისტე 30 წლის განმავლობაში რასაც სწავლობდა, სად მოღვაწეობდა და რა უქადაგაა დაფარულად იესო ქრისტემ თავის მოწაფეებს. მართლმადიდებლური ტრადიცია ამაყობს იმით, რომ მას გააჩნია წვდომები ამ ინფორმაციაზე და ის არ ემყარება მხოლოდ წმინდა წერილს, იმიტომ რომ წმინდა წერილში არც ტაძრად მიყვანებაზეა საუბარი ღვთისმშობლის, არც ღვთისმშობლის მიძინების შესახებ, არც პეტრეს სიკვდილისა და ანდრიას სიკვდილების შესახებ არანაირი ინფორმაციები არ არის წმინდა წერილში და ბიბლიაში კონკრეტულად იმ წიგნებში, რაც წმინდა მამებმა აღიარეს კანონიკურ წიგნებად, ასე რომ თვითონ მართლმადიდებლობა არის უნიკალური იმიტომ, რომ ის ინფორმაციულად არის ძალიან მდიდარი და მას შეუძლია ისეთ წიგნებზე ტომა კონდეს, რაც თქვათ მაგალითად ჩვენ წმინდა წერილის იქით არ აქვს. თუმცა ერთი საინტერესო ფაქტი არის, რომ მართლმადიდებლური ეკლესიაც ენოქის წიგნს უყურებს ეჭვის თვალით და ფიქრობს, რომ ის დაწერილი არის ვინმე ერეტიკოსის ან ვინმე არაღვთისმსულიერი ადამიანის მიერ. კლიმენტი რომაელის 8 წიგნეულში აქვს მოხსენებული, რომ ამ წიგნთან მიმართებაში მართლმადიდებლური ეკლესია იყოს ფრთხილად, რადგანაც ეს წიგნი არ არის, თქვათ, იმდროინდელი მამების მიერ აღიარებული წიგნი. თუმცა ჩვენ მოგვეხსენებათ, რომ სანამ ქრისტიანობა წარმოიშობოდა იუდაიზმიდან, იუდაიზმში ეს წიგნები აღიარებული იყო და პავლე პირდაპირ ციტირებს ენოქის მეორე წიგნიდან მელქისედეკის ვინაობას, როცა ეხება მის უმამოდ წარმოშობის საკითხს. რადგანაც მელქისედეკს არ ყოლია მამა. ეს მხოლოდ წერია მეორე ენოქის წიგნში 71 თავში. გაწვლა ჩასახა. მარიამისაგან, ისა მელქისედეკის გაწვლისაგან ჩასახა. მართლმადიდებელი ხარო, არა ვარ მართლმადიდებელი. და მაგაზე მიწერია ჩემი ვიდეო შეგიძლია ნახო YouTube-ზე. რატომ არა ვარ?
კარგი, მოკლედ გავაგრძელოთ ახლა საკითხი. რა იწვევს განხეთქილებას, როდესაც არის ამდენი კონფესიები და არანაირი პასუხი არ არსებობს ამაზე. ანუ მე დიდი ხანია ვცდილობდი ეს პასუხი აუმეხსნა, თუნდაც აი დღეს წირვიდან მოდიან ადამიანები და უსმენ შეკითხვას ელემენტარულს, რომ აი რა ისწავლეთ, ანუ რა არის, რა მოგაქვთ, ან რა მიგაქვთ, ან რა არის თქვენი ფუნდამენტი, რაზეც თქვენ იკმაყოფილებთ თქვენ სულიერ საზრდოს. და მოდის როგორი წინააღმდეგობა, იცი? ჩვენ ბიბლია აიმდენად არ ვართ ესე შენსავით აკადემიურებული ბიბლიაზე პრეტენზია გქონდეს, ანუ იმ სახარებაზე კონკრეტულად, როდესაც ქრისტიანი ტაძრიდან მოდის და წირვაზე მოისმინა სახარება, მან მე უნდა მაუწყოს ასიხარულო ამბავი, რა მოისმინა, მან ის რაც გაუხარდა და დაკმაყოფილდა და განმოქცეს მე როგორც წარმართს, არა მართლმადიდებლს. ხო ესე არის, არა? წავდით და ასწავლეთ და ამცრეთ რაც თქვენ გასწავლეთ. ანუ რა არის თქვენი მიზანი, რომ დადიხართ წირვაზე, ანუ რა ისწავლეთ ახლა იქ, რომ მე თქვათ მახაროთ. მოდი, აბა განვიხილოთ რა. და როგორც ამ შეთავაზებას თავაზობ, არადა თვითონ უნდა შევმთავაზონ, ეს იმიტომ რომ თვითონ ქრისტე ასწავლეთ, რომ წადით და ამცნეთ ყველაფერი რაც გასწავლეთ და არა იქ რომ ტაძარში შეიკრიბეთ და ჯგუფი შეკარეთ ერთმანეთს და წახვიდეთ სახინკლეში და რაღაც ექსკურსიაზე იარო და ხაჭაპურები აცხოთ. რა თქმა უნდა ქრისტე გვეუბნება რომ წადით და ჩემნაირ არამართლმადიდებლებს და წარმართებს ახართ, ხო? და რა უნდა მახარო შენ, როდესაც წირვაზეთ გახარ და რა მოისმინე იქ სახარებიდან არ გაინტერესებს. ანუ ისიც კი არიცი რა თქმა უნდა. თელმა სასულიერო პირმა რომ მე შენ მახარო. გამოდის რომ შენ რისთვის დადიხარ არიცი და არც გაქვს წობა, არც ინფორმაცია არ გაქვს საერთოდ რას ასწავლის მართლმადიდებლობა. უბრალოდ ვიღაცა გეტყვის რომ მართლმადიდებელი ხარ და ეტყვი არა ხარ, უკვე ზიზღის მიზეზი ხარ და სიძულვილის მიზეზი ხარ. როდესაც ქრისტე თავის მკვლელებზე ლოცულობდა და თავის მოწაფეებს ეუბნება რომ ვინც ჩვენთან არ არის, მაგრამ ჩვენსას ასწავლის, ის ჩვენი მტერი არ არის და გაუშვით. არ არის აუცილებელი მოციქულიდან ხელდასხმა ქონდეს და იესოზე ილაპარაკო. თვითონ იესო აწესებს ამას რომ წადით და ნუ უშლით მათ ქადაგებას, შეეშვით თავის მოწაფეებს. ის რომ მართლმადიდებელი არ ხარ და თქვათ ესეთი როგორც ესენი ფიქრობენ რომ მოციქულთა მემკვიდრეები არიან, ჯერ ერთი მოციქულთა მემკვიდრეობაზე პრეტენზია არც ერთ ეკლესიას არ უნდა ქონდეს წესით ჩემი აზრით, იმიტომ რომ მე რო თქვა რომ ეხა მოციქულის მემკვიდრე ვარ და მოციქულის სული მალაპარაკებს, ეს ძალიან ხმამაღალი ნათქვამი იქნება, ასე რომ მართლმადიდებლური ეკლესია როდესაც ლაპარაკობს თავის გარდამოცემების მეშვეობით, რომელიც არ არის დაფუძნებული თქვათ პირველ წყარო ბიბლიაზე, და არის უბრალოდ გარდამოცემა ინფორმაცია, რომელსაც ბიბლია არ ადასტურებს, მას არ შეუძლია თქვას, რომ ეს მოციქულთა მემკვიდრეობისგან ხელდასხმული ეკლესია. ამიტომ ამის გარანტი და ამის ფაქტი, ასე ვთქვათ, ისტორიული ფაქტი არ არსებობს. თუნდაც ერთი მარტივი მიზეზის გამო, საიდან ვიგებთ, რომ მარიამ ღვთისმშობელი იერუსალიმის ტაძარში, წმინდათა წმინდაში შეიყვანეს და იქ გაიზარდა და ანგელოზები პურს აჭარდა. ანუ საიდან ვიგებთ ამის ინფორმაციას და საიდან აქვს წყარო მართლმადიდებლობას, რომ ამას ასწავლოს. როდესაც წინა წერილში ჩვენაც არ ხდება. უბრალოდ მართლმადიდებლური ეკლესია დამოკიდებული არის გარდამოცემებზე და წმინდა მამების განმარტებებზე. თავის პირით აღიარებენ, რომ მათთვის ბიბლია არ არის ერთ-ერთი ჭეშმარიტი წყარო, საიდანაც ჩვენ ვიგებთ ღმერთის შესახებ არსებობას, იმიტომ რომ მათ აქვთ უფრო საიდუმლო ინფორმაციები, რომელიც მე რომ არ იცის. და რა გამორიცხული რომ ეს ნიკოდიმოსის სახარებაც იგულისხმებოდეს, იმიტომ რომ თუ რაღაცას მიმალავ, გამოდის რომ ნიკოდიმოსის სახარებაც არის ერთ-ერთი, რაც მიმალავ, იმიტომ რომ მე თვითონ ვიპოვე წმინდა მამების ნაშრომებში ორი ავაზაკის სახელები, რომელიც იესო ქრისტეს მარჯვენა მარცხნივ ეცვა, ეს იყო გესმასი და დევოსმასი. თვითონ წმინდა მამებს უწერიათ, მე არაფერს არ ვიგონებ. ანუ საიდან ხელმძღვანელობდნენ წმინდა მამები და მართლმადიდებელი მამები ამ სახელებს, რა თქმა უნდა, ნიკოდიმოსის სახარებიდან. ამას ხო ვერ უარყოფთ ჩვენ, ფაქტს ვერ უარყოფთ, ხო? ასე რომ მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ესე ურცხვად რომ გამოდის და იძახის რომ 4 თავის გარდა სხვა სახარება ჩვენ არ ვაღვიარებთ და მეხუთე სახარება ჩვენთვის არ არსებობს, ეს არის თვითონ თავისი ორგანიზაციის ეჭქვეშ დაყენება. როდესაც ოდესღაც წითელ პარასკევს თვითონ კითხულობდნენ ნიკოდიმოსის სახარებას და რატომღაც ვიღაცას რაღაცა შარიკი გადაუტრიალ და ეთყობა და თქვა რომ არა, ნიკოდიმოსის სახარება ადამიანურია და ეს 4 თავი არის თვითმხილველების დაწერილი, რომლებიც იესოს პირადად იცნობდნენ. აი მთელი ცხოვრება ამას ვეძებ და ვიკვლევ, რომ აგერ ბატონმა მახაზმაც აღნიშნა, რომ არც ერთი ეს 4 თავიდან არც ერთი სახარება პირადად თვითმხილველის და მოციქულის მიერ არ არის დაწერილი. ესეც ხო მე არა ვარ ვიღაცა ერეტიკოსად რო ჩამთავრდა. ეხლა თქვათ რომ ის ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსია და ასე იმიტომ ლაპარაკობს. არა, თუ ბაპტისტური ეკლესიის ლიდერი არის, რატო ათარგმნა საპატრიარქომ ბიბლია, ანუ ზურაბ კიკნაძემ და ბატონ მახაზამ თარგმნა ბიბლია, როგორც მე ვიცი ესია. დაჟე ბიბლიის დაბადების წიგნის განმარტება ზურაბ კიკნაძის ნათარგმნს ჩვენ გვასწავლდნენ სემინარ აკადემიაში.
ეხლა თემას გადავუხვე, მე მინდა ძირითადად რა თემა შევიღო, ნახეთ ისე თქმა მინდა. რა იწვევს განხეთქილებას კონფესიებს შორის ეკლესიებში? რატო არის ამდენი დაყოფა, ამდენი გაუგებრობა და თუნდაც აი სახში დედაშვილს შორის, მაგალითად წირვიდან მოდის დედაშვილი ეკითხება რა არის, რა მოხდა და ის თქვათ დედამისი ეუბნება, რომ აი შევარეზიარები, შევახსენებას არაბარებ, წარწყნები ჯოჯოხეთში მოხდები და რაღაც აშინებს რა, ეგ რაცაც მამაო ავალებს ჯერეთი, შვილზე მაღლა დედამ მამაო რატო უნდა დააყენოს, მე არ მესმის უბრალოდ და ის მამაო რატო ასწავლის შვილი სიძულვის, თუ შვილი მართლმადიდებელი არ არის. ნუ მე ვერ ხვდები უბრალოდ აქ სად არის ლოგიკა. არ არის აუცილებელი, მაგალითად, შვილი თუ მართლმადიდებელი არ ყავს, ის მოიძურო და სახელიდან გააგდო და თქვათ შეიზისყო, ხო? იმიტომ რომ ქრისტე რომაელს შეუქო რწმენა და ის საერთოდ არ აინტერესებდა ის რომაელი რა რწმენის იყო. სწამდა თუ არა მოსეს ღმერთი და წინადასწრული იყო თუ არა, ხო? ან საერთოდ აღიარებდა თუ არა იესო ქრისტეს. საერთოდ არ აინტერესებდა იესო ქრისტეს რომაელის რწმენა. უბრალოდ იესო ქრისტემ რწმენა შეუქო რომაელს რის გამო? რომ მან დაიჯერა, რომ იესო ქრისტე შეეძლო მისი მსახურის გაცოცხლება. აი ეს დაჯერება, როგორც ავაზაკის მაგალითი, რომ ავაზაკმა დაიჯერა, რომ თქვათ იესო ქრისტე თავისი სუფევით მოვა, აი უბრალოდ ეს დაჯერება, რომ უფალი მოვა და გამიხსენებს მე. თუნდაც ესე ვთქვათ, რომ ავაზაკი იყოს, გამიხსენე უფალო, როდესაც მოხვალ სასუფეველს შენი სუფევით. მოხვიდო და სუფევით, მანდაც ორი ვერსია არსებობს. ერთი რომელიც მოხვიდო და წერია და მეორე რომელიც მიხვალ შენს სასუფეველში რა. ასე რომ ეს არის არა უკვე მისვლა, არამედ მოსვლაზე, მეორე მოსვლაზე საუბარი. ანუ მომიხსენეო, გამიხსენე, როდესაც შენ დიდებით დაბრუნდებიო, როდესაც მოხვალ შენ დიდებით. ნუ ორნაირი ინტერპრეტაცია, ბევრი ინტერპრეტაცია არსებობს, მაგრამ ძირითადად ორი ინტერპრეტაცია. თარგმანებში არის სხვადასხვაობა და ნუ იმის თქმა მინდა, რომ ავაზაკი, რომელიც იყო მთელი ცხოვრების მანძილზე რჯულის უამყოფელი და საერთოდ ის არ შეიძლება ყოფილიყო 64 ღირსი, მაცხოვარი იღებს გადაწყვეტილებას და ავაზაკი შეყავს პირველად 64-ში. კარგი, ეხლა მოდი ჩვენ იმ კითხვას დავუბრუნდეთ, რა იწვევს განხეთქილებას კონფესიებს შორის? ანუ რატომ არის თქვათ გამოყოფილი და გახლეჭილი ეკლესია, როდესაც იესო ქრისტემ თავისი ნებელობით და თავისი გადაწყვეტილებით პეტრე მოციქულზე ააშენა თავისი ეკლესია. ჩვენ ესე ვიცით, რომ მაცხოვრის სიტყვების თანახმად შენ ხარ კლდე, ანუ სიმონს უწოდა შენ ხარ კლდე, სიმონ ბარიონა და შენზე დავაფუძნებ ჩემს ეკლესიას. რა თქმა უნდა, პიროვნებაზე, ადამიანზე ეკლესიას იესო ქრისტე ვერ დააფუძნებდა, იმიტომ რომ ჩონჩხზე ვერ ააგებ რაღაც შენობას, თუ აქ იგულისხმება მატერიალური ტაძარი, არამედ აქ იგულისხმება რწმენის ტაძარი, რომელიც არის პეტრე მოციქულის საძირკველი. და პეტრე მოციქულის საძირკველი რატო ის არის სინანულის მაგალითი და ასევე სიყვარულის მაგალითიც, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტე უარყო, როგორც თვითონვე მოგეხსენებათ, მან ასევე ქრისტემ გადაწყვიტა, რომ ზუსტად აი ამ უარყოფით იმ ადამიანმა, რომელმაც იცის რა არის უარყოფა და ქრისტეს ღალატი, ზუსტად აი ამ ადამიანს უფრო მეტი მიეცა და მეტად ტკივა, ვიდრე თქვათ არ უარყვია და ანუ ვინც არ აღიარებს თავის ასეთ ცუდ მდგომარეობას. პეტრემ დაინახა საკუთარ თავში, რომ თავისი ძალებით ის რასაც ამბობდა, საკუთარი სიტყვის შემსრულებელი არ იყო, ამიტომ ასეთი ადამიანი არის სრულად მიმდობი და გამსჭვალული ღმერთის სიყვარული უფრო მეტად იღვრება ასეთ ადამიანში, ვიდრე უბრალოდ იძახის, რომ მე ვარ მართალი, ჩემი სიტყვის კაცი ვარ და რასაც ვიტყვი აბსოლუტურად სწორია. სხვადასხვა პარალელები ევლებათ ხოლმე მართლმადიდებელ მამაოებთან, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენი სიტყვა უცნობელია და ჩვენ ვართ მართლმადიდებლური ეკლესიის სწორგზაზე. ეს არის აბსოლუტურად გაუკმართებული მიდგომა ქრისტიანული მართლმადიდებლობის. რადგანაც თვითონ მართლმადიდებლობაც კი არ ასწავლეს იმას, რომ ჩვენ შეუმსწრები ვარ და აბსოლუტურად მხოლოდ მართლმადიდებლობაშია ის საფუძვლები, რითაც შეიძლება ადამიანის ცხოვრება. ეს არის ტყუილი. უდიდესი თვალებში ნაცრის შეყრა. იმიტომ რომ მართლმადიდებლობა ჯერ კიდევ არ არის იმდენად სრულყოფილი, რომ ყველა კითხვაზე პასუხი გასცეს. აი თუნდაც მოდი გამცეს ჩემს კითხვაზე პასუხი. რა სასწავლიდა იესო ქრისტე სინაგოგაში და რამდენი სად იყო 30 წლის განმავლობაში? ან საიდან ვიცით, რომ მარიამი წმინდაში გაიზარდა? როდესაც მართლმადიდებლური ეკლესია ამაყობს ამ ქართველობი და იძახის, რომ აი ჩვენ ქართველებმა 1700 წელი აი ესე მოვიტანეთ და ვინც არ ეზიარება და ახსარება ზიარებას არ ამბობს, ან საიდან დააწესეს, რომ ახსარება ზიარება ის საჯაროა და ის რაღაცა გამოქვაბულში შედიხარ იყუდელთან რაღაცა ფუტფუტი არის. როცა ახსარება იყო საყოველთაო, ანუ ყველამ უნდა იცოდეს შენ ვინ ახარ და ლაპარაკობდეს ზღიად. ანუ რასაც მე ვაკეთებ, ეს არის ჩემი ახსარებლობა. და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი არის ვალდებოდი, რომ აი ესე გამოვიდეს. და ერთმანეთში კი არ იჭორაო, მღვდლებმა და იქ რაღაცა თეოლოგებმა, გვასალიებმა და იქ რაღაცა წვერ გაკუცულმა მამაოებმა თუ ვიღაცა გამოვიდნენ და ხალხს აუხსნა იმ კითხვებზე პასუხები, ხა რასაც ლევან პეტრიაშვილი სვავს რა.
პირველ რიგში გადაშალეთ ლუკას ახარების მე-12 თავის 51 მუხლი და ნახავთ იქ თურმე იესო ქრისტეს რა სურვილები ქონია. თქვენს ებრაელ მესია ღმერთს. და ეს წყვილები ჩვენ როგორც ქრისტეს საყვარელმა მიმდევრებმა გადავყლაპოთ. რასაც აი ეს მართლმადიდებელი ეკლესია ამდენი საუკუნე ადამიანებს ატყუებს, რომ ეს ვითომ იესო ქრისტემ თქვა. და იესო ქრისტე ყოფილა მოსიყვარული. არსად არ უთქვია იესო ქრისტეს რომ მე ვარ სიყვარული. მთელი სახარების განმავლობაში და ახალი აღთქმის განმავლობაში ჩვენ ვერსად ნახავთ რომ იესო ქრისტე ამბობს საკუთარ თავზე რომ მე ვარ სიყვარული. არ ამბობს ამას. მისი ქცევები და მისი ქადაგება ის ნამდვილად არ მსახურებოდა სიყვარულს. რადგანაც ზღორები უწოდა არაებრაელებს წინ დაუწოდებლობის გამო და ასევე სამარიტელებს უწოდა ძაღლები, ასურულ ფინიკიელ ქალსაც ძაღლები უწოდა, სუფინა გადმოვარდა და ბევრი პარალელებია რაც იაში მოვიდა იესო ქრისტეს უცხოტომის წარმომადგენლებთან. ანუ მე თუ არა ვარ წინადაცვლილი ებრაელი, იესო ქრისტეს არ უყვარვარ. და თქვენი სასულიერო პირები ქადაგებენ მართლმადიდებლობის სახელით გაუკუღმართებული ერეს და ამბობენ რომ ქრისტე არის სიყვარული, არ არის იესო ქრისტეს სიყვარული. ეს ვლინდება კიდევაც ამ 4 თავიდან. მაგრამ მე ჩემი თვალჯერად წაიკითხეთ ლუკას ახარება მე-12 თავის 51 მუხლი. ეს არის მიზეზი, საიდანაც მოდის ეკლესიათა შორის კონფლიქტი და განხეთქილება. არა მარტო ეკლესიათა შორის, არამედ დედა და შვილის შორისაც. და ასევე ოჯახის წევრებს შორისაც. Rania hat kochevei boger. ხო ეს ძალიან საინტერესო მუხლია კიდე ერთი. მოდი ჩვენ ამ წიგს ამ მუხლს წავიკითხავთ. რომ ხალხმა იცოდეს ვისთან აქვს საქმე. ვინ არის ეს ებრაელი იესო? და რას ასწავლიდა ის და რა სურვილები ქონდა მას? აი ნახეთ. ლუკას ახარება მე-12 თავის 51 მუხლი. გონიათ ქვეყანაზე მშვიდობის მოსატანად მოვედი? არა, გეუბნები თქვენ, არამედ გასაყოფად. ნახეთ როგორ არის, ესე იგი გასაყოფად ხო წერია? გასაყოფად, არა გეუბნები თქვენ, არამედ გასაყოფად. და სხვაგან წერია განხეთქილების მოსატანად მოვედი. აი ნახოთ ახლა მართლმადიდებლურ საიტზე როგორ არის. ნახოთ ერთი წუთი ჯორჯიან ეს გასაგები საპატრიარქოს საიტზე ლუკას ახარება 12:51 მუხლი. აჰა. იქნება გონიათ რომ მოუველ რათა მშვიდობა მომეტანა ამ ქვეყნად? არა. გეუბნები თქვენ, არამედ განხეთქილება. აი საპატრიარქოს საიტზე, საპატრიარქოს ბიბლიაში რა წერია. და ანუ აქ ცხეთურ ხელნაწერშიც, ანუ ეს ადიშის 4 თავშიც წერია რომ აი ესეთი რაღაცა. მოდი წავიკითხოთ. ეგრეთ გონებთა, ვითარმა მშვიდობის მოვედ მოფენად ქვეყანასაზე და არა გეტყვით თქვენ, არამედ განყოფად. განყოფა, განხეთქილება, გასაყოფად. ეს აშკარად ეწინააღმდეგება იესო ქრისტეს მოსვლის მიზანს. იესო ქრისტე არ მოსულა გასაყოფად. იესო არ არის გამყოფი. იესო არის განმაცალკევებელი. იესო არის პირიქით შემაერთებელი. ხოლო თავის სიტყვებში ამ სახარებისა აღმოჩნდა რომ იესო ქრისტეს სურვილები განსხვავდება იმ ღმერთისგან, რომელსაც მართლმადიდებლები ეძახიან სიყვარულის ღმერთს. აშკარად ჩანს რომ იესო ქრისტე არის მიზეზი რელიგიათა კონფესიებს შორის არსებული განხეთქილებისა. თვითონ ეს არის მათი ღმერთი, რომელიც ყოფს და ანადგურებს ძმობის ფესვებს. ეს ბევრი მაგალითები ჩანს პეტრეს და პავლეს დაპირისპირებაში, ასევე პავლეს მოუწია იოანე ღვთისმეტყველთან დაპირისპირება, როდესაც ის მოგზაურობაზე იყო მარკოზის საკითხთან დაკავშირებით, ასევე ბარნაბას მოციქულთან დაკავშირებით. ხო არის ესეთი პასაჟები საქმე მოციქულთაში, ეს დაპირისპირებები მოციქულთა შორის. მე იერუსალიმის კრებაზეც რო დაიბარდნენ პავლე მოციქულს, ეგეც საინტერესო არის. ხო, ეხლა რაც შეეხება თვითონ იესო ქრისტეს ადამიანს რომ ის არ არის უზენაესი ღმერთი. ესე ძალიან მნიშვნელოვანია. გამოცხადების წიგნის 22 თავის 16 მუხლში იესო ამბობს, რომ მე ვარ დავითის ფესვი, ცისკრის კაშკაშა ვარსკვლავი. და იობის 38 თავში მე-6-7 მუხლში პირდაპირ წერია, ვინ არიან ეს ცისკრის ვარსკვლავები, ანუ მთიებნი. ესენი არიან ზეციური ანგელოზები. ანუ იესო ქრისტე თავისი პირით უარყოფს იმას, რომ ის არის უზენაესი ღმერთი. მეტი მტკიცებულობა რაღა თქმინდა.
რანია ხათ ქოხევეი ბოკერ ქოხევეი არი ვარსკვლავები ბოკერ არი განთია ის ვარსკვლავი ეგრეთ წერია კი ეგრე ანუ ძველი ებრაულში ნახეთ ახლა წიგნში იობის წიგნის 38 თავში და ბოკერ ვარსკვლავები ქეხავეი ან ბოკერ ქეხავეი დილის განთიადის ვარსკვლავები ან განთიადის ვარსკვლავები ცისკრის ვარსკვლავები და დილის ვარსკვლავები ეს ერთ და იგივე ტერმინი არის უბრალოდ არ შეგეშალოთ ასე რომ იესო ქრისტე როდესაც იძახის საკუთარ თავზე რომ მე ვარ დილის ანუ განთიადის კაშკაშა ვარსკვლავი ამბობს თავის თავზე რომ ის ადამიანური ბუნებით კი არა ადამიანური ბუნებით ქვეყნის შექმნამდე რა უნდა და სანამ დედამიწა შექმნდა იქამდე ყიჟინოდნენ დილის ვარსკვლავები ხო დილის ვარსკვლავები და ღვთისმშობლებად არის მოხსენებული ყველა აბსოლუტურად იესო ქრისტე ამბობს რომ ის არის ანგელოზი დილის კაშკაშა ვარსკვლავი ანუ თიები ჩახედეთ ახლა თქვენ ძველი აღთქმის წიგნს სულხან-საბა ურბენიანის განმარტებას და ნახეთ თიები ძველ ქართულად რას ნიშნავს აფროდიტეს ნიშნავს ანუ ეშმაკთა მთავარსაც ნიშნავს აფროდიტე კი არის ვენერა მეცახის დედოფალი ანუ მივდივართ კაბალურ მისტიკაში ამ ჩვენი პატარა ერთი მუხრიდან და იობის მუხრიდან ახალი აღთქმიდან გამოცხადების 22 თავის მე-16 მუხრი და ძველი აღთქმის იობის 38 თავის მე-7 მუხრი ეს მინდა თქვენ რომ თქვენ კარგად გაანალიზოთ დაამუშავოთ გადახარშოთ და მიხვდეთ რომ იესოს პერსონის უკან დგას იუდაიზმის მთელი მისტიკა აი ეს არის იესო თქვენი ებრაელი ღმერთი რომელსაც მართლმადიდებლები ალელუიას ეძახიან აი ეს მინდოდათ რომ გწოდნოთ ну რა განხეთქილებები არის და იუდაიზმი და ქრისტიანობა შორის რა განსხვავება არის თვითონ პავლე მოციქულის ანტიიუდაური განცხადებები რომ ისინი მის ჯულის ქვეშ ახარ წყების ქვეშ ახარ ეგ კიდე ცალკე საკითხი არის განსახილველი არის რამდენად იყო პავლე მოციქული ჯულის მიმდევარი თუ არ იყო ჯულის მიმდევარი მაგრამ ჩდება ესეთი შეკითხვა რატო უნდა მიყვარდეს ის ღმერთი რომელიც ქალებსა და ბავშვებს ხოცავს უმოწყალოდ აქ მე პირველი მეფეთას მე-15 თავზეა საუბარი, როდესაც ყამონელები და მოაბიტელებიო, როდესაც ჩემი ერი გამოყავდა ეგვიპტიდან, ეს ორიერიო ხელს უშლიდაო და ხოცავდა ხალხს რა. ჩემი ერს ხოცავდა უდაბნოში, როდესაც ეგვიპტიდან გამოყავდა, ხელს უშლიდაო ამ გამოყვანასო. ამიტომაც ღმერთის შურის მაძიებელი არის და შურს უხდის იმით, რომ არავინ არ დაინდობს, არავის არ დაიტოვებს და ქალებს და ბავშვებს თავის აქალმებიან და ცხოველებიანად სრულიად გაწყვიტავს. ნუ ეხლა მე ამაზე ძალიან დიდი დავა მქონდა თეოლოგებთან და ესენი ხსნიან იმას რომ ეს ის ღმერთი არ არის რომელიც ჩვენ ვქადაგებთ, არამედ ეს არის ზუსტად ის დამსჯელი მრისხანე ღმერთი, რომელიც ებრაელების სემენ თაყვანს. თუმცა ჩვენ თუ წმინდა წერილში ვიტყვით რომ რაღაცა არ არის ის ღმერთი რომელიც მოსეს დაელაპარაკა და ასეთ რამეს ავალებს და რაღაც არის ის ღმერთი რომელიც თქვათ საპირისპირო სამოს ის ჩვენიანია და ის არ არის ჩვენიანი. ეს არ არის წმინდა წერილის აღიარება. რაღაცა ვაღიარო და რაღაცა არ ვაღიარო. არა, ჩვენ უნდა ვაღიაროთ თუ თქვათ მიგვაჩნია რომ იესო ქრისტე არის ერთადერთი ღმერთი და უზენაესი რაც თავის თავზე ნამდვილად არ უთქვია, მაშინ ძველი აღთქმის ღმერთის ქმედებებს უნდა დავეთანხმოთ. და ბოლო-ბოლო რომ ვერაფერი ვეღარ გაარჩიეს და გაარკვიეს, გადავიდნენ იმ შეთანხმებამდე ან კონსენსუსამდე, რომ თქვენ ეს ასეთი რამ, რომ რაში მჭირდება მე ის ადამიანები, რომლებიც თქვათ ჩემს შვილებს ხოცავდნენ, ჩემს მოდგმას აუპატიურებდნენ და რაღაც ესე ხო ძალადობდნენ. ამიტომ არაფერი არ მჭირდება არც მათი შვილი, არც მათი ის და აი ესეთი და დიახაც ამით აპრავებენ ქალების და ბავშვების დახოცვას. მაგრამ მე მაქვს ესეთი როგორი შეკითხვა იცი, თუ ძველი აღთქმის ღმერთი კონკრეტულ პიროვნებაზე და ერზე არის გაღიზიანებული იმის გამო რომ მის ერს ხელს უშლიდნენ და ძარცვავდნენ და კლავდნენ და ამიტომ შურს იძიებს, მაშინ და ყველა ამ ხრივ ყველა ბავშვის ჩახოცვა ნებადართულია, ხო? მოდი დავხოცოთ ახლა იმათ ქალების და ბავშვებიც. მაშინ ხდება ესეთი კარგი შეკითხვა, ანუ ბიბლიური შეკითხვა. რა უყოთ იმ მუხს, რომელიც საქმე მეორე რისხვა წიგნის 23 თავში წერია, ხო, როდესაც მოსე დაიპყრობს იმ ტერიტორიებს, ეუბნება ხო თავის სარდლებს, რომ ბავშვებიო, დედროვანი ბავშვებში, რომელთაც მამაკაცი არ შეუშნათ, ის ცოცხლად დაიტოვება. ანუ ეს გადარჩევის პრინციპი რას ნიშნავს? თუ შენ მეუბნები, რომ იმათი შვილები, ვინც შენი მტერი არის და ვისაც ეუბნები, აბსოლუტურად ყველა უნდა გაწყვიტო, ქალები ან ბავშვებიანად, იმიდან არაფერი არ უნდა დატოვო. რატო არის რომ მოსე იცვლის გადაწყვეტილებას და მოსეს ღმერთი ავალებს, რომ დედროვანი ბავშვებში, რომელსაც ჯერ კიდევ მამაკაცი არ შეუცვნიათ, ისინი ცოცხლები დატოვო. ესე იგი არჩევ. და თუ შენ ღმერთი გიბრძანებს რომ ქალები ბავშვები დახოცო, მაშინ საპირისპიროს რატო აკეთებ? რატო დატოვე რა ისინი შენი მტრების შვილები არ იყვნენ? რომლებიც შენს წლების განმავლობაში ებრძოდნენ?
ნუ ეს პატარა რიტორიკული შეკითხვა. ეხლა ნახოთ კიდე რაზეა თემა, რაზეა საუბარი. იუდაიზმი და ქრისტიანობასაც ჩვენ ვიხილავთ. იესო თავის თავზე სადმე იძახის, მე ვარ სიყვარული. არსად არ იძახის. სიყვარული არაფერს არ კრძალავს, რადგან ყველაფრის ჯერა. პავლე მოციქული ამბობს, სიყვარული ყველაფერს ენდობა, ყველაფრის ჭამს, წამს, არ ეჭვიანობს, არ ყოყოჩობს, არ ქედმაღლობს, არ ამპარტავნობს, ხო, მე-13 თავში ხო არის კორინთელების. ეგეც მოპარული აქვს ესენიანელების სახარებით. თავისთგან მოაფიქრდა ეგ. მაგრამ ბიბლიური ღმერთი სულაც არ არის მოსიყვარულე. ძოლახმაში თავის ანგელოზებში ჭიაქ ეჭვი. იობის წიგნის მე-4 თავის მე-18 მუხში ნახეთ რა წერია. თავის ყმებშიც კი ეჭვში აქვსო და თავის ანგელოზებშიც კი პოულობს ნაკლსო. ხოლო ახალ აღთქმაში კი იძახის რომ მშვიდობის მოსატანად კი არ მოვედიო, პირდაპირ ამბობს რომ მოვედიო מחვილისო. ეხა מחვილი წერია მათეს სახარების მიერ თავის 30-14 მუხში, მაგრამ ლუკას სახარების მე-12 თავის 51 მუხში წერია პირდაპირ განხეთქილების მოსატანად მოდის და ეს არის თვითონ იესო პერსონა, იუდეველი წინადაცველი ღმერთი თუ რავი რასაც გინდა დაარქვით, მესია ღმერთი, ეს პიროვნება, რომელიც არის განხეთქილების საბაბი, ანუ მას სურს, მისი სურვილია ეს, რომ ეკლესიათა შორის იყოს დაყოფა და განხეთქილება. და ეხლა თქვენ თვითონ დაფიქრდით და ამ კითხვაზე თქვენ თავს თქვენ გაეცით პასუხი. ვინ არის თქვენთვის იესო, რომელიც ასე ღიად და აშკარად თქვენ გეუბნებათ სახარებაში, რა სურვილებიც აქვს. აშკარად ამბობს, რომ ის არის განხეთქილების მომტანი. ნუ ყველანაირად თავისებურად გაправება შეუძლია თქვა ასე ხა მართლმადიდებელს, რომ შენ იმას ასწავლი, ხა რა უნდა ეთქვა. ზოგი მეორე იდე მხარი არის, რომელიც იძახის, რომ ეს იმაზე კი არ ლაპარაკობს, რომ თქვა საერთოდ უცდომელი სწავლება არ არის და მხოლოდ ერთი კონკრეტული ის არის მართლმადიდებლობა სწორი და სხვა არ არის. აქ საუბრობს იმაზე, რომ თქვა განხეთქილება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ შენ სხვა სახარება შემოიტან მართლმადიდებლობაში. ანუ იმას მე კი იესოს კი არ აწეს, რომ განხეთქილების მომტანი იესო, არამედ მე მაწეს, როგორც სხვა სახარების გამავრცელებას. მაგრამ მე ვიძახი საერთოდ არ მაქვს სახარება. აი არ ვიცი იესოზე არანაირი ინფორმაცია, რაც კი ვიცი და ვისწავლე, მხოლოდ ვისწავლე ის, რაც თქვენ შემომთავაზეთ. თუნდაც ნიკოდიმოსის სახარება, ოდესღაც რომ მიღებული იყო მართლმადიდებლობისათვის და დღეს არის ნაგავზე მოსროლილი. სამწუხაროდ ეგრე არის. და ის ნაგავიდან მოსროლილი წიგნებს და მასალას რო ვიღებ, როგორც მამა გაბრიელი აგროვებდა ნაგავში გადაყრილ ხატებს, ეს მართლმადიდებლობას უტყდება. იმ ძველ კაკებეშნიკ ხუდლებს უტყდებათ. ოდესღაც რომ მუშაობდნენ და თანამშრომლობდნენ, დღესაც თანამშრომლობენ სახელმწიფოსთან. ეს ხო აშკარად სამოციქულო ტრადიციის დარღვევა, არც ერთი მოციქული სახელმწიფოსთან არ თანამშრომლობდა. ნუ პირდაპირ პარალელი გავავალოთ, რომ ეს არ არის ქრისტეს ეკლესია, ეს არის სისტემის ეკლესია. ვერ წახვალ იმის წინააღმდეგ, იმიტომ რომ შენ იმათი წევრი ხარ, იმის ქვეშ ხარ და კანთის ქვეშ ხარ. ტყუილია თუ მართალია თუ ის საერთოდ არ აინტერესებთ იმას თქვენი მართალი და ტყუი მართალი და რავი, დღეს ხვალე შეიძლება საერთოდ მარკოვის სახარება მოიღო და გადააგდო და თქვა, რომ არა, ჩვენ სამი სახარება გვაქვს და სამი სახარების გარდა სხვა არ ვაცნობ. არა, გამორიცხული მე არ გამიკვირდება. სადაც 12 სახარებიდან 4-მდე დაიყვანეს და ნიკოდიმოსის სახარებაც მოაშორეს, თომას სახარებაზე არაფერი აღარ ვთქვა. რა დარწმუნებულები ხართ, რომ ეს მარკოვის სახარებას რაღაცა ძალიან აჭიკჭიკდნენ ნოებად იტყვიან და მოაშორონ რა, რაღაც არ მოეწონონ და თქვან, რომ ის მე-16 თავი რომ თავდება ნიკოდიმოსის სახარების მე-11 თავიდან რომ ამთავრებს მარკოზე, ეს არ მოეწონა და შეიძლება საერთოდ თქვას ეკლესიამ, რომ მარკოვის სახარება ამოვიღოთ წერილიდან და ეს არ არის კანონიკური წერილი, ანუ ღვთისმსულიერი არ არის. და საზომი რა არის, ვინც ამას ამტკიცებს, ის სინედრიონი თუ სინოდი, თუ ვინ არის ეს საპატრიარქო წყვიტავს თუ ჯაგმაიძე წყვიტავს ამას, რომელია კანონიკური და რომელია არა. რომელიც დაადგინა წმინდა მამებმა, ამდენი საუკუნე მოდიან, ამაყობენ 1700 წელი მართლმადიდებლობით, როდესაც ეს მართლმადიდებლობა არის ფუჭირელი, თავიდან ბოლომდე სქიზმა ბერძნული. თავიდან ბოლომდე ჯერ თავშივე კი, სანამ მე-10 საუკუნეში გაიყოფოდა, თავშივე უკვე იყო დარღვევები. არიანელობა, ევსებიანელობა, ნესტორიანელობა და კიდე რა იცი, ევსებიანელობა და 1000 სქიზმა და ის იყო, ერესები იყო, ჯერ კიდევ ნიკეის კრებამდე. და ნიკეის კრების შემდეგაც კი იყო ეს ხატმებრძოლეობა და ხატთაყვანისმის ერესები. ადვილი ასახსნელი, რადგან შეუცნობელ ქალებს თვითონ შეიცნობდნენ და დაიმორჩილებდნენ, როგორც გამრავლების ცოლობის ან სხვადასხვა მსახურებისათვის. ხომ იძახიან ებრაელები, ჩვენს გარდა ყველა ჩვენი მსახურია და რაზეც გვინდა იმას ისევ ვიმსახურებთ. არის მთელი დედამიწა ერეც ისრაელი, ამას ჩვენ ვერ უარყოფთ. მართლა ესეა. სახარებაც კი, რომელსაც მართლმადიდებლური ქრისტიანობა ამაყობს და იძახის, რომ ჩვენი ღმერთი იესო ქრისტე, ალელუია, დიდება იესოს, რო იძახის, ეგ თქვენი იესოც ებრაელია. სახარებიდან ჩიტირებ კი არ ვიგონებ, წინდაცველი ებრაელი არის. რომელიც აშკარად და ღიად ამახინჯებს მოსეს თორას და გეტყვით ახლა რატო. იქნებ საქმე სულად ნაწერებში კი არა, მათ პირად შიშიაო. არაფრის არ ეშინიათ, ამათ რომ ღმერთის მართლასწავლამდე ეშინიოდეთ, ხო, ესე არ მოიქცეოდნენ, მართლა არ მოიქცეოდნენ.
მოკლედ, ეხლა მე წავიკითხავ იმას. წარმოიდგინე ღმერთმა არ იცის როგორი შექმნა თავისი ქმნილება ისე რომ თავის ანგელოზებში საქმეს პოულობს. ნაკლი რატო უნდა ეძებოს თუ კი ყოვლის მცოდნია და წინასწარ იცის თუ თავისი ქმნილება როგორი შექმნა რას გააკეთებ. ის ხო წინასწარ მცოდნია, რაც ალბათ თქვა ესავზე და იაკობზე პირდაპირ ამბობს, ხო? ესავი შევიყვარე, იაკობი შევიყვარე და ესავი მოვიძულე. როგორ წინასწარ ჯერ ამათ ცხოვრია ძმებს და უკვე წინასწარ იცოდა რა ვინ იქნებოდა ესავი და ვინ იქნებოდა იაკობი. წინასწარ მცოდნე რომელმაც თავის ძე წინასწარ განსაზღვრა რომ ის უკვე ჯვარცმულიყო, ის არ ეცოდინებოდა თავის ანგელოზი როგორი იქნებოდა, ნაკლიანი იქნებოდა თუ უნაკლო იქნებოდა. ან თუ უნაკლო იყო და ნაკლი ქონდა, თუ მაშინ უნაკლო ვეღარ იქნებოდა, თუ ნაკლი ქონდა. და თუ ნაკლი ქონდა, ესე იგი ვინ არის დამნაშავე ის ვინც შექმნა, ხო, ნაკლიანი პიროვნება. და თვითონ არის მარტო უნაკლო? თუ თვითონ არის უნაკლო, თავის მსგავსად როგორ ქმნის, ანუ ეს რომელიც თავისუფლებაზეა საუბარი, ხო? მე თუ ჩემს შვილს გავაჩენ და ვიცი როგორი შევქმნი, ის მაშინ ნაკლიზებნას რატო დავიწყებ? რა არის ის, ვინც ამ ნაკლს ეძებს, ამ ნაკლს ქმნის ადამიანში? ჩვენ ვერ ვხედავთ წმინდა წერილში ვერსად, რომ ძველი აღთქმის ღმერთი რამეს ჯიდეს, ან უკრძალავდეს, ან იწყევლიდეს ეშმაკს. ყოველთვის თანამშრომლობა იობის შემთხვევაშიც იქ იობს ეშმაკი კი არა ჯის, იობს ჯის პირდაპირ ღმერთი და ეშმაკს ეუნება ის ღმერთი, ვინც იობს ჯის. რატო შემას ვიქნიო წამაქეზეო, რომ იობიო დამესაჯაო რა? შენი წაქეზებით არისო, მე რო ეს კაცი დავტანჯეო. პირდაპირ ეუნება იობს. შენი წაქეზებით მოხდა ესაო, რომ მე დავსაჯეო იაკობიო, იობიო, განა შენ დასაჯეო, შენ კი არ დაგასჯევინეო. ანუ ეს რაღაცა პარალელები ერთმანეთში გადახლართულია ეს ყველაფერი ეშმაკზე ვინც სულს იტყვის ის საკუთარ სულს იწყებს და ბევრი პარალელებია სადაც ეშმაკი ანუ სატანა ღმერთის მიერ ბიბლიური ღმერთის მიერ პირიქით კი არ იწყეულება და ისჯება ის მარცხენა დამჯელ ოზენაესის მარცხენა დამჯელ ძალადაც არის მოხსენებული. ხო, ეხლა ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ ესე იგი რა კავშირი აქვს მოსესთან ძველი აღთქმის ღმერთ ან მოსესთან ან ძველი აღთქმის ღმერთთან იესო ქრისტეს. რა კავშირი აქვს? როგორც სახარებიდან ვტყობილობთ, იესო არის წინდაცველი ებრაელი, იუდას ტომიდან, დავითის ფესვი. და თუ იესო მოსეს ტრადიციის გამგზელებელი იყო და არა დამღუებელი და ყველაფერს რა თქმა უნდა წინდაცველი აბსოლუტურად 613 კანონს უნდა იცავდეს, ჯულის წესი, თუ არ დაიცავს, დაწყერილია იმ ღმერთისგან, რომელიც აძლევს ამ ჯულს, წინდაცვის ჯულსაც, მაშინ ის წინადაუცოთელებთან პურს ვერ შეჭამდა, რადგანაც თუ ამას გააკეთებდა ის დამღულა ჩაიქრებოდა მოსეს ჯულის. ასე რომ არც ერთი წინადაუცოთელი ებრაელი, უბრალოდ წინადაცველი ებრაელი, წინადაუცოთელ ჩემნაირ გოებთან, ანუ როგორც ისინი ღორებს გვიწოდებენ, არ იკადრებდა პურის ჭამას. ანუ იესო ქრისტე რომ მოვიდეს ახლა თქვენი ღმერთი, ებრაელი ღმერთი და ამბობდეს რომ მე მოსეს კანონის დასარღვევად კი არა, გამგზელებლად მოვედი, მას პირადად ეკრძალება არა მარტო ჩვენთან დიალოგი და რამე საუბარი, არამედ ჩვენთან ერთად დაждდეს და პური შეჭამოს. მოსეს ჯულის თანახმად მას ეკრძალება ჩვენთან პურის ჭამაც კი. ნუ ეს ახლა თქვენ გაარჩიეთ. არის თუ არა ეს, როგორ არის? მაგაზე არ დასხეს პავლე პეტრე? ერთადერთი მიზეზი ეს იყო. წინადაცვეთილს რა უფლება ჰქონდა რომ წინადაუცოთელთან ჭამდა. ამას სხვაგვარად პეტრეს რატომ უნდა შეშინებულიყო და გადაჯდომილიყო სხვა მხარეს. როგორი ახლა თქვენთან ერთად კაცი ჭამს და მერე უცბად გადაჯდება სუფრიდან. ან არის ქრისტიანობა ახლა. ეხლა მოგწერა ჩვენ ერთმა მეგობარმა ასეთი რამ მომიტევეთ, მაგრამ ცდარია ეგ შეხედულება. მარიამი ჩვეულებრივი მოკვდავია. მას არაფერი არ შეუძლია. ბიბლია ქრისტეზეა და არა მარიამზე. მარიამის როლი ხსნა არ არის. მარიამის როლი ქრისტეს გამოცდაა სულიწმით. თავად მარიამი ევედრება ქრისტეს ბიბლიაში, რომ მიხსენი მეო, ასე რომ მხოლოდ ქრისტე და არავინ სხვა. მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა თუ არა ჩემითო. მარიამითო კი არა, ან კიდევ გიორგით ან ვინმეებით კი არა, არამედ ჩემითო. რა ვიცი, თქვენ თვითონ იძახით, მარიამის მადლი შეგეწიოს, ღვთისმშობლის მადლი გფარავდეს, გიორგის მადლი შეგეწიოს, რავი კიდევ ვინ გყავთ? რავი, თუ თქვენთვის ქრისტე ერთადერთი, აგერ შენ ქრისტესაც არ უნდა ხარ, ხო ხედავ, წინადაუცოთელთან პურის ჭამა ეკრძალება მოსეს ჯულის თანახმად. თუ შენ იძახი, რომ მოსეს ჯულის გასაუხმებლად კი არა, შეასრულებლად მოვიდა, მაშინ რატო ჭამს შენთან ერთად პურს, შენი ებრაელი ქრისტე? არამედ ჩემითო იესოს უნდა გავყვეთ და არა მარიამს. იესო იმასაც იძახის, რომ მამა ვერავინ მოვა ჩემთან თუ მამა ჩემ არ მოიყვანაო და ის მამას ვის ეძახის, საკუთარ თავს გულისხმობს? ვერავინ მივა მამასთან თუ არა ჩემითო და ვერავინ მოვა ჩემთანო თუ არა მამამ ის არ მოიყვანაო. ხა იოანე იესოსთან როგორ მივიდა? იოანემ დაუძახა, ის იესომ დაუძახა, მოდი ჩემთან მე ვარ მესიაო? არა. იოანე თვითონ ამბობს, მე არ ვიცნობდი მასო, სანამ ვინც წყლის სანათლავად დამადგინა, მან არ მითხრაო. ვის და დაინახავ სულ სტრედის სახით გავიმავას, ის არისო. გაიგე?
ანუ იოან ნათლისმცემელმა არ იცოდა რომ იესო მესია იყო? აბა დედამისმა ელისაბედმა რამდენად უთხრა მარიამს, ჩემი უფლის დედა მოვიდა ჩემთან და ყმა შეთამაშდა მუცელში. დავიჯერო მთელი ცხოვრების განმავლობაში თავის შვილს არ ეტყოდა? ან ზაქარიანის არ ეტყოდა? ელისაბედი რომ შვილო აგეშენი ნათესავი იესო ქრისტე მესია. და იოანე გაიზარდა უკვე ყავს ნათლავს და იესოზე ამბობს არ ვიციო, არ ვიცნობდი მასო, სანამ მამა ჩემო ან ვინც დამავალაო წყლის ნათლობა თუ იმან არ მითხრა. ესე იგი და არის დამოვალებელი, რომელიც ავალებს სხვას ქრისტემდე ნათლობას და ქრისტეს ოდესაც შეხვდება იოანე და მონათლავს, მერე გაიგებს რომ თურმე ეს მესია ყოფილა. და რომ გაიგო ნათლისღებით რომ მესია იყო და აგე სულიწმინდა დამოწმა ესა ძე შემისაყვარელიო, გავიდა მე რაღაცა წლები დაიჭირეს იოანე და იოანე უგზავნეს ლევიტელებს რომ აბა შენ ხარ მესია თუ სხვას უნდა მოუვლოდეთ. ანუ ფაქტურად ღალატი. და აი ამ რაღაცა ბუდების ჯერათ ამ მართლმადიდებლებს. რატო ახსენებ ხოლმე მართლმადიდებლობას? რა, იმიტომ რომ თავში არ უნდა გივარდეს შენი სარწმუნოება რა, რო იძახი რომ მართლმადიდებლობაა სწორი. გადახედე აბა რამდენად არის სწორი. ისტორიას გადახედე, აღარ ვიძახი ბიბლიას და წერილებს და თეოლოგიას. ის თვითონ ისტორიას გადახედე, რამდენი ადამიანი თვითონ წმინდა მამა ყავთ მოკლული კრებებზე. ფლავიანე კონსტანტინოპოლი მოკლეს ბიდაბი კრებაზე. ნუ ეხლა რა პატრიარქი იყო თუ არ იყო პატრიარქი, რა მნიშვნელობა აქვს პატრიარქის პერიოდში მოკლეს ხო ცემაში. ასევე აღსარებელი მაქსიმე აღსარებელი კონფესორი ხო? თითები დააჭრეს და ენა მოაგრიჯეს, მართლმადიდებლებმა გააკეთეს იმ დროინდელმა პატრიარქმა, აბა რის გამო მოგრიჯეს ენა და თითები რის გამო დააჭირეს. ესე იგი რაღაცა ისეთ ლაპარაკობდა, რაც მათთვის მიუღებელი იყო და რასაც ლაპარაკობდა დღემდე ჩვენამდე არ მოიტანა. რაც მოაქვთ ის ტექსტებიც, ისიც გადაკეთებულია რა გკითხით რომ რა ვიცით ჩვენ რომ ეს მართლა იესო ამოწამს. მე არ ამჩნია რომ ეს ნამდვილად იესო ამოწამს. მე უბრალოდ გეუბნებით თქვენ, რომ თქვენ თუ ჯერათ ამათი მოტანილი 4 თავის, მაშინ მიიღეთ თქვენი ეს იესო, რომელიც მშვიდობის მოსატანად კი არ მოსულა, არამედ განხეთქილების, თურმე და ომების და מחვილების. კაი, מחვილი თქვა სიტყვა და სიტყვას გულისხმობს ალეგორიულად, მაგრამ განხეთქილებაში, რაც განხეთქილებაში სიტყვას გულისხმობს, ხოლმე დაფიქტია რა რაღაც ცოტა ტვინი გაანძრი. ასე რომ მხოლოდ ქრისტე და სხვა არავინ, არამედ ჩემი თო იესოს უნდა გავყვე და არა მარიამს ხვდანაჩეს. უფლის სიტყვა უნდა შემოვიდეს ჩვენში წმენდ მარიამის სიტყვა რა იმეს გეუბნებათ ბიბლიაში. ადმინმეს მოძღვას მარიამი, არა იმიტომ, არამედ მხოლოდ ქრისტე მეგობარო, მომიტევეთ წარმატებები. გაიხარეთ გაგა ჩემო მეგობარო, ჩემო მშვენდელო. მოკლედ ეხა ეს მეც რო ყოფილიყავ იგივეს დავწერდი. მაგრამ მე მინდა იცოდეთ თქვენი ერთი რამე რა. ღვთისმშობელი მარიამი არის ქალწული მარიამი, ვირგო მარია ესე ქვია ლათინურად. ნუ არც ერთი მოციქული მას არ მოიხსენებდა ღვთისმშობლად, ეს მიიღეს თუ არ ვწდები 451 წელი იყო თუ არა 351. ნუ ეფესოს კრებაზე, რა ზუსტად წელი აღარ მახსოვს, მე რევახოლ ერთმანეთში. 451 წელია თუ 351 წელი ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ ნუ დაახლოებით 451 წელს ვფიქრობ, ეფესოს კრება შეგიძლიათ დაგუგლოთ და ნახოთ. იყო ნესტორიანიზმი, ხო? იქ როდესაც ნესტორიანს როგორ შეიძლება სულიწმინდა დედაკაცმა, თუ დედაკაცია სულიწმინდა, დედაკაცი დაურსულოს. ამ სულიწმინდის ჩასახვა ეხლა რა მიუდგა რას ნიშნავს ეხლა ხო ის ქალწული თავანგელოს გაბრიელიანება რომ აჰა სულიწმინდა მოგიჩtildeავსო და შობძეს და დარქმევს სახელად იესოსო ემანუელსო. ნუ ეხლა ის მარიამს მირადად არ ეუნება რომ იესოს დაარქმევს, მე ესეთ რაღაც ახდება ემანუელს ეუნება, მაგრამ იოსებს ეუნება სიზმარში რომ იესოს დაარქმევ. ანუ მაინც და მაინც მამას უნდა დაერქმია თავის შვილისთვის სახელი. თუ რაღაც ესეთი მომენტი არის. აღარ მახსოვს ზუსტად. მოკლედ, ეხლა მე ისეთ მამინდა რა. ხო. ღვთისმშობელი უკვე არის მეორე ღმერთი. ეხლა ეს მეუბნება რომ მარიამი არაფერში არ არის, მარიამი ის არის, მარიამი ეს არის, მაგრამ მარიამი ღმერთად არის მოხსენებული. ანუ ღვთისმშობელი ხდებით? ღვთისმშობელი, რომელმაც ღმერთი გააჩინა სხეულში, ესე იგი ღმერთმა ჩათვალა საჭიროდ რომ თავის განკაცებაში მონაწილეობა მიეღო პიროვნებას. ქალს გამოიყენა მარიამის წიაღი, რომ მასში მოვლენილიყო სამყაროს შემოქმედი. ხო, ესეთი თეოლოგია არის. თუ ღმერთი თანამშრომლობს პიროვნებასთან, თავის ქმნილებასთან და თავის ქმნილება სჭირდება იმისათვის, რომ თავის საკუთარი თავის ხორცში გამოავლინოს ჩასახლოს. რა თქმა უნდა, მარიამიც ხდება წმინდა და მარიამიც ხდება ღმერთი. ამიტომ შემოვიდა ღვთისმშობლის დოგმანი, თორე ღვთისმშობელი მართლა ღვთისმშობელი კი არ იყო. იესო ღვთისმშობელს უწოდებდა სულიწმინდას, იმ ზეციურ შობაზე როცა იყო ზეცაში, როგორი დარასახით მოხდა არ ვიცით, მაგრამ პირდაპირ ამბობს, რომ სულიწმინდა დედაჩემია. დედამისს უწოდებდა სულიწმინდას, რომელმაც მისცა მას მიანიჭა სული. მაგრამ მარიამზე იძახეს რომ სხეული მომანიჭაო თომას ახალება, უბრალოდ სხეული. და როგორ ამბობენ რომ თქვა მარიამი არ არის ღმერთი, როგორ არ არის ღმერთი? მართლმადიდებლურ გადმოცემაში პირდაპირ არის რომ ის არის ღვთისმშობელი, ღმერთის მშობელი, ღმერთი არისო პირდაპირ გეუბნებიან. ღმერთმა რომ გააჩინოს შვილი რა ღმერთი არ არისო? თუ ღმერთი არის, მაშინ ის ვინც გააჩინა ისიც ღმერთია, ხო? და მარიამიც ღმერთი არის. აბა რა, რატო უღა ღვთისმშობლის ხატები რატო აქვს? ღმერთია ჩვეულებრივად. ქალ ღმერთია ღვთისმშობელი მარიამი, აბა რა არის? ხო.
ვაი თქვენ წიგნობარნო, თქვენნაირებში სიყვარულისა და რწმენის ნამცეცი არ მოიპოვება. თქვენ გინდათ ცოდნით შეწოდეთ ღმერთს, ცოდნით დაამტკიცოთ მისი არსებობა. უგუნურნო, შეხედეთ ცას და ერთი წუთით წარმოიდგინეთ იგი მზის გარეშე. რას ფიქრობთ, ყოველი სულიერი არსება შემთხვევითობის ნაყოფია? თუ ბინგ-ბანგმა გააჩინა. თქვენ ღმერთიც რომ დაგენახოთ, მაინც არ დაიჯერებთ მის არსებობას. რას სამწუხარო და მოსაწყენია უსიყვარულოდ მოხეტიარე დაკარგული ადამიანი. ეხა ეს ჩემს მიმართ არის წამოსული. ჩემს მიმართ არ არის. მოხერხებულებებისათვის ჩვენ შეიძლება დავარქვათ. ჩემს მიმართ არ არის ესა, იმიტომ რომ მე გავაზიარე მახან სოღულაშვილის ვიდეო, სადაც ის ამბობს, რომ მოციქულების პირადად თვითმხილველებს არ დაუწერიათ ეს სახარება, არამედ დაწერეს პიროვნებებმა, რომელმაც მიაწერეს, რომ ჩათვალეს საჭიროდ, რომ ეს მარკოზის სახარება, ეს იოანეს სახარება. თორე თვითონ მოციქულები რო გააცოცხლა ეხლა და თავი თუ გჯერათ იმისა, რომ იოანე და მათი მართა არსებობდნენ, აშკარად უარყოფენ ამ სახარებას, რომ ეს მათი დაწერილი არ არის. მოკლედ, რა ვიცი, დამისვით ხა კითხვები რა, ხა მართა ის რომ ღმერთი არსებობს და უხილავი არის, ამათ რომ მართლა ღმერთი დაინახოთ, ხო გაიქცევიან საერთოდ, შეიძლება თავი მოიკლას, შეიძლება თავი აიფეთქონ, მართლა ღმერთი რო დაინახოთ ამათ. ამათ მართლა ღმერთი რო სწამეთ, აზრებს კი არა უშენებდნენ აქ ღმერთსაკაცს. აზრები არ არის გადამჩენელი ისა აქვია პირობა ასე ვთქვათ, ატრიბუტი რომ აი ტაძარში თუ დადიხარ, ეს ტაძარია ხსნის გარანტი. არ არის ტაძარი, ტაძრის აშენება ხსნის გარანტი. იმიტომ რომ ტაძრებიდან დაიწყებს ქრისტე თუ ელოდები თქვენ და მართლა მოვა გაცხრილოს. ჩემი სახლიდან დავიწყებ ხო მწყემსებს მოვკითხავ. ყოველგვარი დაკარგული ცხვრის ბედს თუ რა დაემართა ისინი ვინც გააქციეთ ამ ეკლესიიდან, ხო? და ტაძარი უბრალოდ ტაძარზე უქადაგეთ, ქვეშენობაზე უქადაგეთ, არა შიგნით მისტერიაზე, ან რა ხდება იქ, რა გარდასახვა ხდება ადამიანში, როგორ უნდა იცოლებოდეს. თავის ნაკლისგან, როგორ უნდა უცხოვდებოდეს ადამიანი თავის ნაკლისგან. აი ამაზე უნდა იყოს ორიენტირებული სამღვდელოება და ის ღმერთის მოყვარული ხალხი, რომ ერთმანეთის ურთიერთობები თიცვლებოდნენ, ანუ სიტყვა ხო მოქმედი ძალაა და ცვლის ადამიანს ცნობიერებას. და იმ სიტყვით გაიგებ ესენი ვის მსახურები არიან და იესო ის მსახური არის. თუმცა აქაც ვერ გაიგებთ, იმიტომ რომ ორივერნაირად ერთმანეთში არეული, აგერ თქვენი იესო ღმერთი ამბობს, რომ მშვიდობის მოსატანად არ მოსულა, არამედ განხეთქილების. გასაყოფად მოსულა თუ. შვილი დედას დააშოროს, ვაჟი მამამის დააშოროს და ბრძალი დედამთილს. ანუ ფაქტიურად ერთობა ვერ შედგება. და რეალობად ეს რო ხდება, ეს რო მართლა ხდება, ამას აწერენ იესო ქრისტეს, რომ იესო ქრისტე არის მიზეზი ესე რო ხდება. და რომელ სიყვარულზე მელაპარაკებთ, რომელ ღვთისმიერებაზე მელაპარაკებთ. მე არ მესმის უბრალოდ თქვენ თუ ის იცი და უკეთესი გესმით, კი ბატონო, მეც გისმენთ, მაგრამ ეჯრობით რა 20 წელია. ამას ვიკვლევ და არავისგან ესეთი პასუხი არ მივიღე. ეხლა თუნდაც ეხლა გამოყვეს თავი და იმასაც კი ფიქრობენ. თუნდაც მათე ლუკა და მარკოზი და იოანე ეს არ ყოფილა მოციქულების მიერ დაწერილი თვითმხილველები სათქმა. მე წლებია მაგაზე ვლაპარაკობდი და მაგას ვიძახდი. მაგრამ ვინ გისმენდა? კარგი. მოკლედ სათქმელი ჩამოვაყალიბე, ძირითადად რისი თქმაც სურდა. და კიდევ ერთი სიუჟეტი არის ესეთი, ანუ თუ მოციქულებმა იცოდნენ, რომ მესამე დღეს უნდა ამდგარიყო ქრისტე, ეს ხო ეცოდინებოდათ ქალებსაც. ქალებს თავი დაუნებოდ, იოანეს ხო ეცოდინებოდა. იოანე რომელიც ჯვარზე იდგა, ისეთი გაბედული იყო. თავი რომ ქალებს მარტო გაუშვებდნენ, მესამე დღეს ამახთან, ეს ქალები ნესაცხებით რატომ მიდიოდნენ, ამკო დარიესო უნდა ეპოვათ იქა და ნესაცხებელი ეცხოთ. პიტაპი ეს წერია მარკოის სახარების მე-16 თავი გადაშალი და პიტაპი ეს წერია. შაბათის გასვლის შემდეგ ეყიდეს ქალებმა ნესაცხებელი, რათა მისულიყვნენ სამარხთან და ეცხოთ მისთვის. ისინი არ ელოდებოდნენ, რომ იესო ქრისტე მესამე დღეს აღდგებოდა, თუ არ ელოდები შენი მესიის აღდგომაზე, რანაირი ქრისტიანი ხარ. ესე იგი შენ ეჭქვეს აყენებ შენი ღმერთის მესიის იდეას, ანუ სიტყვებს, რომ ის გეოვნება, მე მესამე დღეს აღდგები. დავდებ ჩემი ნებით ამ სულ და ჩემი ნებით აღვადგენო. ხო იძახის იონეს ახლა. რატო გეპარება ეჭვი, რომ ამის გამკეთებელი და შემსრულებელი არ არის შენი მესია ღმერთი. ადამიანური შიშით ფიქრობ, მაგრამ ადამიანური შიშით ფიქრობ, რა ის მოციქული ხარ მაშ. შენი ღმერთის სიტყვების რო არ აგჯერა, რომელიც აღდგება. გეოვნება და შეასრულებს. გამოდის რომ შენ არ გჯერა შენ რომ იესო თავის სიტყვა შეასრულებს. რომელ ადამიანურ შიშზეა საუბარი და ადამიანურ რაღაცა ფსიქიკაზე რომ არ ეჯერათ მოციქულებს იესოს აღდგომის. რა სისულელია, აი როგორ არ უნდა უწოდო აი ამ მდგომარეობას სისულელი. თქვენ რო იყოთ, აი თქვენ გააცოცხლეთ პერსონები, სახარებისეული პერსონები გახდით და თქვენი მოქმედეთ. რეალობაში გადაიტანეთ, აი ვითომ თქვენ ხართ ის მოციქულები. შენი მესია ღმერთი რო შეიპყრო, გაიქცევი პეტრეს ავიდან მოციქულები დაიფანტებით?
თუ პირიქით თავში აკლავ და არ ჩაუგდებთ ხელს რომაელებს. მაგრამ ეს კითხვა რომ დაუსვი რას იზავ დაიცა თუ არა თქვენ მესია ღმერთი დაიცავ თუ არა მეთქი ერთმა მართლმადიდებელმა ესეთ გამოჩინებულმა ბრწყინვალე გონების ადამიანმა ისიც კი დაწერა რომ ჩვენო ღვთის ნებასო ვერ შევეწინააღმდეგებოდით. ანუ რა გამოდის შენ კლავების თანაზე არის ხარ უყურებ შენი მესია ღმერთს როგორ კლავენ და არაფერს არ აკეთებ. აბა პეტრემ რომ დაიცოდა ყური ჩამოაცადა მაკოზას ქრისტიანატოში აჭირა. არ გინდაო მამა ჩემი სასმისისოაო თუ არ მაქვს მე ძალაუფლებაო თქო მამა ჩემსო. ანგელოზები გამოაგზავნონ და დამეცვა. წარმოიდგინე ღმერთი თვითონ არ იყო თქო არ სჭირდებოდა მამისადმი რომ ანგელოზები გამოიგზავნონ. ან ანგელოზები თქო არ სჭირდებოდა და ღმერთს უკლავენ და პიტაპი დაესეოდნენ და გააქრობდნენ იმას. როგორ შეიძლება ღმერთის მოკლა? ღმერთს არ შეუძლია სიკვდილი. ღმერთი თუ უკტავია ის არ შეიძლება მოკვდეს. რატო ფიზიკურად ადამიანი მოკვდა იესო იძახის სულით გაცოცხლდა ჯოჯოხეთში პეტრე მოციქული ამბობს. სულით გაცოცხლდა რას ქვია? აი ეგეთ რაღაცებში რო იჭედებიან მე უკვე ხო თუნდაც იმაზე რო თქვით რომ იესო სისქის კაშკაშა ვარსკვლავი ვარ როგორ ხა უზენაეს ღმერთი თავის თავზე იწახეს რომ სისქის კაშკაშა ვარსკვლავი ვარო თან დავითის ფესვია. თუ ადამიანი იესო იძახის თუ ადამიანი იესო იძახის სისქის კაშკაშა ვარსკვლავი ადამიანი როგორ იქნებოდა ქვეყნის შექმნამდე უკვე არსებობდნენ ვარსკვლავები. აი ესეთი რაღაცები ხდება რა. კოდოისთვის უნდა ეცხოთ ნესაცხებელი ამ ქალებს რომ მიდიოდნენ სამარხთან. ალოდი ვისმა გადაეგორებინა თუ იმედი არ ქონდათ რომ ვინმე გადაუგორებდა რას მიდიოდნენ. არისოდნენ რომ იქ ჯარისკაცები იყენა საფლავს. კაი დაუშვა და არიცოდნენ. მით უმეტეს თუ არიცოდნენ ვის თხოვდნენ იქ როდი გადაგვიგორეო. ვიღაცას მონახავდნენ? წაიყვანათ აგე იოანე მოციქული და იქემა იმას გადაეგორებინა. 1-2 კაცი საკმარისი იყო იმისათვის რომ ის ლოდი გადაეგორებინა. მაგრამ აი თავიდან ბოლომდე არის აი როგორ გითხრა აცდენა რეალური ისტორიის, ანუ ვაფშე არაფერი რეალური ისტორიასთან არ აქვს საქმე. აი მაგის სახარებას, ნარკოის სახარებაზე მაქვს საუბარი. რომ მიყვეთ რა მე-16 თავის თავიდან ბოლომდე. საერთოდ მოცდენილი არის რეალურ აღქმას. როგორ კაცო იცი რომ მესია ღმერთი მესამე დღეს აღდგება და ესე მიდიხარ და აი ესე უბრალოდ ხაერზე ხარ, აბა ის ჩამო ანგელოზი და გადაგვიგორებ და ესეც მაკედან მოვიდა რა. მარკოს სახარებაში კი არ წერია ესე რომ ანგელოზი ჩამოვიდა გადაგვიგორა, მაგრამ აშკარად მან დაამითითება რომ ამ ქალებს იმედი ქონდათ რომ აი ღმერთი თვითონ გადაუგორებს ლოც და ესე მინდობილები ღმერთს მიდიან რომ კოდარი ესოსთვის ეცხოთ ანუ იმდენად უტვინოები იყვნენ რომ ანგელოზი ჩამოვიდოდა როც გადაუგორებდა იმისათვის რომ კოდარი მესიასთვის ნაცაცხებელი ეცხოთ რა. არ ვიცი მე ეს ხალხი რაზე ფიქრობს. ან რას დადიან ამ ტაძრებში, ან თუ დადიან რა სარგებელი აქვთ. მე ვერ ხვდები უბრალოდ რა. ლანძღვის გინების დეзинფორმაციის რავი სახელის გატეხვის და რაღაცის მსხვერპლი ხდებიან ის ადამიანები, ვინც ამათ ნიღაბს პირდაპირ ხსნის. გადაკეთებულია ბერი ნიკოლოზი ამბობდა სახარებაზე. ნათია ქრისტესიშვილი. მე ვერ ვიტყვი ამას, არ ვიცი, იმიტომ რომ გადაუკეთებელი არ მაქვს. თუ გადაკეთებულში არის ვიგულისხმოთ იმას, რომ ეს არ არის მოციქულების დაწერილი, მე გეთახმები. არანაირი პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ვერც იმას ვერ ვიტყვი, რომ გადაკეთებულია თქო იმ კუთხით, რასაც თქვა წინამამები ამბობენ, რომ ეს არის თქვა მართლმადიდებლობისთვის საკმარისი, რომელიც კითხვებზე პასუხიც ყველაფერი ამ წიგნშია. 4 თავში. ნუ ამდენი საუკუნეები 1700 წელი ეს წიგნი მოაქვთ, ეს ტყუილებით სავსე წიგნი მოაქვთ. მართლმადიდებლებს და ყვირიან აი მართლმადიდებლობაა ჭეშმარიტება და მართლმადიდებლობით გადავჭრით. როცა 4 თავის გარდა სხვა არაფერს არ აღიარებენ. ახლა ერთმა მღვდელმა ისიც კითხვა პავლე მოციქულს ეშლებოდა. თუ ამ კუთხით ამბობს ბერი ნიკოლოზი რომ გადაკეთებული არის, ვეთახმები, იმიტომ რომ ეს არ არის იმ ღმერთზე, რომელიც ჩვენ გაგვაცნეს იესო, ეს არ არის. ქრისტე ქართული აქ არ არის. ქრისტე ებრაელი არის. წინადათვლილი და შენთან ერთად პურის ჭამაც კი ეკრძალება პირიქით მოსეჟული დარღვევათ ეთქვა რომ შენთან ერთად ეგ თქვენი მესია დაიძეს და პური ჭამოს. რა თქმა უნდა ჩვენ ესეთი ქრისტე არ აქვს. ამ კუთხით რა თქმა უნდა მეც ვეთახმები რომ გადაკეთებულიაში გულისხმობდა რომ ეს არ არის ჩვენი სახარება, ანუ ჩვენი პროდუქტი არ არის. მაგრამ თუ წინამამების და ასე ვთქვათ ყველა ის მართლმადიდებლობა რასაც აღიარებს და გადავხედავთ მთელი წინამამების ნაშრომებს, ყველა წინამამბა აბსოლუტურად აღიარებს თელს ბიბლიას, რომ ეს არის ღვთისმსხურიად. რომ ეს სახარებაც ჩვენია და ჩვეულებრივ არანაირი გადაკეთებები არ არის. ნუ ეხლა ჩემ კომენტარებში გქონდა რომ გადაკეთება შეიძლება იყოს რაღაცა რომ კონტექსტიდან არის ტექსტი ამოგდებული თქვა აზაზელი, რომელიც კავშირში არის ენოქის წიგნთან და სპეციალურად ამოაგდეს ეს აზაზელი ლევიანთა წიგნში. მე-18 თავში რო წერია, რომ ენოქის წიგნთან არ გასულიყავთ. ეს დაშიρდა თეოლოგიურად, რომ ენოქის წიგნი მოეშორებინათ საბოლოოდ და პანგური ამოარტყეს ენოქს, არც ენოქობა არის, არც ენოქის ხატი არ არის, არც ენოქის დაუჯდომელი არის, არაფერს არ და არც წიგნი არ არის და ელოდებიან ენოქს მეორედ მოსვლას, როდის მოვა მეორედ მოსული ენოქი. როგორ ელოდები ენოქს, როდესაც მის წიგნს უარყოფ?
ენოქობა არ აქვს დღესასწაული, ენოქის ხატი არ აქვს, ენოქის დაუჯდომელი არ აქვს. გამოაჩინოთ საპატრიარქომ ძველი წიგნებიო, ეფუთი არის ძველი წიგნი, მგონი სვანური წიგნია. ეფუთს ეძახიან რომ ეს არისო ენოქის წიგნებიო. 366 წიგნი დაუწერია ენოქს. იქიდან 2 მაქვს მე მარტო და მესამეც არსებობს კიდე. რას წარმოადგენს ქრისტიანთა ღმერთი ლევან? ქრისტიანთა ღმერთი წარმოადგენს იუდეველთა ღმერთ ადონაის. მართლმადიდებლური სამების მიხედვით. გინდა თუ არ გინდა ჩვენ ესე არის. იმიტომ რომ როდესაც მე მიწევდა ამათთან დიალოგი, ყოველთვის მისამართებენ რომ ა ブラ ამმა ნახა ძველი აღთქმის ღმერთი. და ეს ძველი აღთქმის ღმერთი იყო იესო ქრისტეც. ხო და მე ესეთ კითხვა მიჩნდება, კაი მე თქვა არიფი ვარ და არა ვარ მართლმადიდებელი და გაუნათლებელი ვარ, ოროსანი ვარ. თქვენი წმინდა მამა გაბრიელი იძახის რომ ა ブラ ამთან მივიდა იესო ქრისტე თავარანგელოზებით, გაბრიელი და მიქაელი. შუაში იყო ქრისტეო. თუ იძახით რომ სამებაა ერთი ღმერთი არის და სამი ანგელოზის სახით სამება მივიდა, მამა გაბრიელი გამხელთ თქვენ და გეუბნებათ რომ ის სამი ანგელოზი ღმერთი კი არ იყო სამება, არამედ თავარანგელოზი გაბრიელი, თავარანგელოზი მიქაელი და შუაში იყო კაცის ძე, ანუ ქრისტე, იესო ქრისტე. და მე ამატებს კიდევაც იქ, როდესაც სამების დოგმატის პრობლემას ხსნის მამა წმინდა მამა გაბრიელი, ამბობს რომ ღმერთს ხვდები რა თუნდაო. ამას პიტაპი მხილება თეოლოგიის და არასწორი სამების განმარტებლების, რომლებიც დღეს საერთოდ რა უნდათ კათედრაზე არ ვიცი. როდესაც იძახია რომ სამი ანგელოზის სახით ღმერთი სამება მივიდა ა ブラ ამთან. ამას თვითონ იუდეველური გადმოცემაც კი არ ასწავლეს, იუდაიზმიც არ ასწავლეს. აი ეს არის თვითონ ქმნიან კონფლიქტს, რელიგიურ კონფლიქტს, რომელიც გაგებაში არ არიან ებრაული რწმენის. და შეუწყობას აყენებენ ღმერთს. აი პიტაპი გიწერიათ, მაგალითად შეგიძლია ნახოთ მეორე ჯულში, რისი ღირსია მეათე თავში, სხვათა შორის მეათე თავში, რისი ღირსი არის ის წინასწარმეტყველი და მქადაგებელი, ვინც ებრაელთა ღმერთის, ანუ მამა ღმერთი ადონაის გარდა სხვა ღმერთს კი ქადაგებს წინასწარმეტყველის სახით. აგერ შეგიძლიათ წაიგითხოთ, გადაშალოთ, პრობლემა არ არის. ინტერნეტიც არის, წიგნიც აქვს, ბიბლია და ყველა შეუძლია ნახოს. მეორე ჯულის მეათე თავი, 30 მუხლი. არა, მოიცა? ანუ ესეთი ადამიანი არისო სიკვდილის ღირსიო. ვინც ადონაი ღმერთის გარდაო, სხვა ღმერთის თაყვანისცემისკენ გაიზულებდათ. ესე როგორ აღვთ, გადაკეთებული კი არა, ამოგდებული ეს მუხლი. მოიცა მოვძებნიოთ თვითი დამალოდეთ. არავის არ ახსენდება, რატომღაც არც მოციქულებს რომ იესო მათ დაავალა, არა მარტო ისრაელიანებისთვის, არამედ ყველასთვის ქადაგება. მანამ სანამ პავლე სიბრაზით ანტიოქიაში თვითნებურად არ გადაწყვეტდა ქადაგებას წარმართებზე. ჩაქოლის შესახებ მეორე ჯულში 24 თავი არის, ეს არ არის ესა. მოკლედ დამალოდეთ და წიგნს მოვიტან. წიგნში უფრო კარგად მოვძებნი ვიდრე ისე.
უცბად დამეკარგება ხოლმე, აღარ მახსოვს ზეპირად ეს მუხლი და ცოტა დროს წაიღებს, სანამ ვიპოვი ამ მუხლს. ხო, ეს არის მე-13 თავი არის. მე-13 თავი არის მეორე ჯურის. ნახეთ რა წერია. თუ იდუმა წაგაქეზებს შენი ძმა, დედა შენი შვილი, ან შენი ვაჟი, ან ასული, ან შენს გვერდით მწოლი, ცოლი, ან მეგობარი, რომელიც საკუთარი სულივითა ყავს და გეტყვის, წამო ვემსახურო სხვა ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობ და არც შენ და არც შენი მამა-პაპა, იმ ხალხთა ღმერთებს თქვენს გარშემო რომ არიან, შენთან ახლოს ყოფთა თუ შენგან შორს ყოფთა, ქვეყნის კიდიდან კიდემდეო, ნუ დაყობი მას და ნუ გაუგულებ, ნუ დაგენანება იგი. ნუ შეიბრალებ, ხელს ნუ დააფარდ, არამედ მოჰკალი იგი. პირველად შენი ხელი უნდა აღიმართოს მის მოსაკლავად. მერე კი მთელი ერისა, ჩაქოლე იგი რომ მოკვდეს, რადგან ცდილობდა მოეწყვიტე ადონაის, შენს ღმერთს, რომელმაც გამოგზავნა ეგვიპტიდან მონობის სახელიდან. მთელი ისრაელი გაიგებდა შეშინდებოდა ბოროტ საქმეს აღარ ჩაიდენენ შენს წიაღში. მე-13 თავი მეორე ჯურის, მე-6 თავის მე-13 თავის მე-6 მუხლი და მე-12 მუხლის ჩათვლით. პირდაპირ არის მოწოდება, რომ ის ვინც ადონაის გარდა სხვა ღმერთს გიქადაგებთ, თუნდაც იესოს, გაიყვანეთ და პირდაპირ ჩაქოლეთ. ერთადერთი მიზეზი, როგორც მე ვიცი, იოანე ოქროპირის კვლელობა იყო ეს. თქმულებმა ამის გამო მოკლეს, იმიტომ რომ იოანე ოქროპირი ამბობდა, რომ ის ძველი დღეთაო, ის მამა ღმერთი, ებრაელთა ღმერთიო, ყმა გახტაო. შობის ჰომილიებში უწერია. და მიიღო კიდევაც აგერ წინასამეტყველების მიხედვით პასუხი, თავისიანმა ხალხმა მოკლეს. არ შეიძლება ეგეთი მკრეხელობა ხალხო, რომ იესო ქრისტე უზენაეს ღმერთად გამოაცხადოთ, ამათ მოციქულები არ ქადაგებენ. არსად არ ქადაგებენ ამას. თვითონ იესოც არ ამბობდა მაგას, რომ უზენაეს ღმერთი ვარ. მოთხოვთ საპატრიარქოს გამოაჩინოთ ძველი წიგნები, რატომ არ აჩენს ძველი ბიბლია და ახალი, რომ შეადაროთ განსხვავებები არის თუ ძველი ქართული ამბანი თემატიკით შიფრავს ყველაფერს ბიბლიიდან, მაშინ როგორ არის ბიბლია ებრაული. ებრაულია ხო, ებრაელებმა დაწერეს, აბა პირველი ბიბლია იყო ლათინურ ენაზე თარგმნილი, სხვა ბიბლია ქართულად არ არსებობდა. ბიბლია ებრაელებმა დაწერეს. ეს არის ფაქტი. ადონაი ღმერთის სახურება. და მერე მიაბეს ქრისტიანებმა ეს რაღაც წერილები მოიგონეს პავლე, პეტრე, შეთხზეს ეს იესო, ოთხთავის იესო, რომ ვითომ აგე ძველი ჯური აღასრულა და თურმე მე-13 დღეს აღდგა და ამაღლდა. რაც იუდაურ მესიანიზმში ეგეთი რაღაც არ არსებობს. მესია არ მოდის, იმიტომ რომ მოკვდეს და მე-13 დღეს აღდგეს და ამაღლდეს. მესია რომ მოდის, რჩება ის დედამიწაზე და კვდება ყველა ხალხთან ერთად. და მეფობს 400 წელი. ეს არის იუდაისტური მესიის ტრადიცია, რომელსაც ისინი ელოდებიან ჯურის მიხედვით. მესიის ბევრი გაგება არის, ერთ-ერთი ეს არის. ეკითხებიან კიდევაც იესოს, ხო, რომ მოაო მესიაო, ის რჩებაო და შე როგორ ამბობ უნდა ამაღლდე. და იესოს სხვა რაღაცას პასუხობს საერთოდ დამამბნეველ კითხვას, რაც არ არის პასუხთან დაკავშირებული, კითხვასთან დაკავშირებული. ამბობს, რომ ვიდრე ნათელი გაქვთ, იყავით ნათელში. სანამ დროა. სანამ ნათელი თქვენთან არის. რა შუაში იყო ეგ არ ვიცი. საერთოდ არ ისწრებს იმ კითხვაზე პასუხს, რასაც იესოს ეუბნებია, რომ მესია რომ მოდისო, ჩვენ ვიცით, რომ ის რჩებაო და არსად არ ამაღლდებაო. ებრაულ გაგებაში მესიის ამაღლების სწავლება არ არსებობს. ნებისმიერ შეეკითხეთ, ნებისმიერ იუდეველს, ვერავინ ვერ გეტყვის თქვენ, ვერც ფსალმუნებიდან, ვერც ესაიადან, რომ მესია რომ მოდის დედამიწაზე, ის კვდება, ან კლავენ, ან სადმე მაღლდება ის. არ არსებობს ეგეთი ფაქტი. არსად არ მაღლდება ებრაული მესია, ის რჩება დედამიწაზე. სიმონი გააკრეს ჯვარზე ქრისტეს მაგივრად. ქრისტეს მსგავსად გააკრეს კი სიმონი ამოტრიალებულ ჯვარზე. ესეც აპოკრიფული წიგნიდან არის პეტრეს საქმეებიდან. მოყვანილი მე მაქვს ჩემს თომას ახარებაში ბოლო ვერსია გამოცემული. სადაც არის მაგაზი ისტორია პეტრეს წამება ქვია, რომეში ნათელ ქართულად არის. კაი, მე მგონი ჯობია დავასრულოთ, ხო? მედია საინტერესო გამოვიდა და ეხა დაფიქსდებიან რა, გავავლებენ პარალელებს, ვინ არის ძველი აღთქმის ღმერთი, ვინ არის იესო ქრისტე, რა კავშირი აქვს იესო ქრისტეს ადონაი უფალთან, ძველი აღთქმის ღმერთთან. როგორ შეიძლება ძველად მრისხანე ყოფილიყო ღმერთი და მერე უბრალოდ ვიღაც თავის
ხალხისთვის ხალხს მოეკვლევინოს. ეგ თქვენი ებრაელთა ღმერთი. თავისიან ხალხთან მოვიდა და ვერ იცნეს. როგორ ვერ იცნეს? იმდეს ქადაგებდა და იმდეს მარტავდა, რომ მიმდევრებიც კი გაიჩინა ნიკოდიმოსის სახით თვითონ სინედრიონშიც. როგორ შეიძლება ვერ ეცნო. ნიკოდიმოსმა ძალიან კარგად იცოდა იესო ვინც იყო და მივიდა და ხელზეც კი ამბურა. და მეორე ფსალმუნიდან მოუყვანა ის ციტატა, რასაც ებრაულად არის ებრაულ ფსალმუნებში და ამათმა ეგ სპეციალურად გადააკეთეს, იმიტომ რომ ამათ სხვა რაფერი არ იციან გარდა იმისა, რომ დაამახინჯონ ძველი ახსნის წერილები. პირდაპირ წერია მეორე ფსალმუნში ძე ხარ ჩემი დღეს გშობე შენ. ასევე ეამბური ძეს რომ არ განეცხდეს. და ეამბური ძეს ბენ წერია ებრაულში, კუმრანის ტექსტებში ეგრე წერია ყველა ძველი ქრისტემდე 300 წლით ადრე დაიწერა და იქაც ძე წერია ეამბური ძეს. მაგრამ მართლმადიდებლურ ფსალმუნებში ჩაწერეს მიიღეთ სწავლება. ეს აშკარა და უხეში გადაკეთებაც არის და დარღვევაც არის. მაგიტო ეძახოდა მამა ბერნიკროზე გადაკეთებულია, ხო მთლიანად ვერ გადააკეთებინა ბიბლიას, მაგრამ სახეცვლილი რო არის კონკრეტული სიმუხლებში და ძიმბე წერტილებში და სიტყვის მნიშვნელობაში ეგ აშკარად ჩანს. ნუ გაფილტრულია ეს 4 თავიც და ბიბლიაც მთლიანად, ხო? თუნდაც ერთ-ერთი მაგალითი გითხარით უკვე. კაი, დაგემშვიდობები და ნახოთ აბა რა ნაყოფს გამოიგებთ ჩვენი საუბრები. დროებით